შავი ფული და სიყვარული. ესე იგი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობ. ნიჭიერი ყოფილხარ. ინგლისური ციცი. დავალებას თავს ადვილად გაერთმევ. ჩვენი ხალხი ჩანთას გადმოგცემს. მხოლოდ ერთი წესი არსებობს. ჩანთა არ უნდა გახსნა. პასპორტს ხვალ გამოგიგზავნე, ვიზაც მზად არის. რომში გაემგზავრებენ. აეროპორტში დაგვხვდებიან, დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ. გასაგებია? გასაგებია. თუმცა რისკი დიდია. თუ დაგიჭერენ, ვერაფრით დაგეხმარებე. არ გიცნობ, ვერ გადაგარჩენ. არ ვიცი რამდენს მოგისჯიან, ვერც ციხეში გიპატრონებ. თუ პოლიციაში ატყობინებ, შენც მოგკლავ. და შენს მშობლებსაც დავხოცავ. გასაგებია? გასაგებია. გეშინია? არ მეშინია. შენი განსვენებული დაცასი ამბობდა. ელენმა შენს დაგირეკა? არ ვიცოდი შენც თუ უნდა მოსულიყავი. მიზეზი არ უთქვამს? არა. ალბათ სიურპრიზი აქვს. მართლა? ნახოთ რა სიურპრიზია. გამარჯობა, გამარჯობა. რა ხდება ფელო? ასეთი სასწრაფო რა არის? ჩემს დასეხება? არა, მას არა, სხვა რამეა, შემოდით. ვილაპარაკოთ. მოდით. არ გინდა, არ გაიხადო. არ და არ არის? არა, მას არ ვუთხარი. ფელინ, ნუ მასჩინებ, რა ხდება? დასხედით, გეტყვით. დაიწყე, გისმენთ. ვიდრე განყოფილებაში მივიტან, მინდა ჯერ თქვენ ნახოთ. ორივეს გეხებათ. რა უნდა ვნახოთ? ემრე მკვლელობის დღიდან მუშაობს. სიბელის სკოლისა და დენიზერ ჰოლდინგის სათვალთვალო კამერების ყველა ჩანაწერს ამოწმებს. გემბანებს, სასტუმროებს, კაფეებს. მართალია, ჯერ ყველაფერი არ შეუსწავლია, მაგრამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა. რასთან დაკავშირებით? ნახოთ. ეს ხომ სიბელია? ჩანაწერს ხმა არ აქვს. ტუჩების მოძრაობით გავშიფრეთ. გეტყვით, რაზე საუბრობენ. სიბელი ამბობს, გმადლობ. მიმტანი ამბობს, არაფერს მინეჰანიმ. მინეჰანიმე? ხო. ერთმანეთს ესაუბრებიან. სიბელმა სახელიც მოატყვა და პროფესიაც. მიმტან სიბელი უძრავი ქონების აგენტი ჰგონია. ისინი ქალაქში აშენებულ ახალ ნაგებობებზე საუბრობენ.
მამა ეს როდის არის ჩაწერილი? 11 მარტს. ლელობამდე ერთი დღით ადრე. ნიშნობისთვის რომ მემზადებოდით. მამიკო. მაპატიეთ. აღელდი. Peki, ერთმანეთს საიდან იცნობდნენ? bulabildin. გარკვიეთ? აჰმედ დენიზერი სიბელზე გაბრაზებულია. ეუბნება აქ ჩემი მოყვანა როგორ გაბედეო. როგორც ჩანს, ერთმანეთს იცნობდნენ. საიდან? ეს მეორე კამერით არის გადაღებული. ნახეთ. ალბი ალმასები. სიბელის სახლში რომ ვიპოვე. არ ვიცი ბედის წერას დავუკავშირო თუ რას, მაგრამ ის კურიერი მოტოციკლეტით რომ არ დამჯახებოდა, ვერასდროს მივხვდებოდი ყალბ საქონელს თუ მაძლევდი. მომისმინე, რის მიღწევას ცდილობა? რა გინდა? ფული. რა ფული? ფულს ხომ ჩემგან არ იღებ? ეს უკვე სხვა შემთხვევაა. გამარჯობა საყვარელო. გთხოვ რომ სასწრაფოდ მოვიდეს, ის კი გეუბნება ერთ მოსწავლეს რაღაც შეემთხვა და კარგი ფელო გასაგებია. მახსოვს რაც მითხრა. მეც მიყვარ ხარ, ძვირფასო. ცეცხლზე თამაშები შვილო. ხილად იყავე. მეტის დავურეკავ და ვეტყვი რომ ატყუებ. იმასაც ვეტყვი რომ რომში შენს ქალიშვილს ყალბი ალმასები გაუგზავნე. დარწმუნებული ვარ ნამდვილი ალმასების ბედით დაინტერესდება. ხომ იცი რა ნერვიულია. რა გინდა ჩემგან? 500,000 დოლარი. ხვალვე მომიტან. მე კი დავივიწყებ მეთინის მოტყუებას რომ ცდილობდი. ისევ გულუბრყვილო გოგონასავით მოვიქცევი. შენ ერთი რიგითი კურიერი ხარ. შენ დაგიჯერებენ თუ მე? ამას რომ ნახავენ, მე დამიჯერებენ. არ გეგონოს რომ ჩემი გაბრიყვება ასე იოლეა. ნუ გავიწყდება რომ მეთინი შენც მოატყუე. წესი დაარღვია. ამანათი გახსენე. ყვილად მემუქრები, ვერაფერს დამიმტკიცებ. ხვალთ 11 საათზე შევხვდებით. 11-ზე არ შემეძლია. ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა. ღამის პირველ საათზე შევხვდეთ. კარგი. ამ ნომერზე დამირეკე. თუ არა და მენი ქაზიმის სახელზე მეილი გამომიგზავნე. სერიალს წარმოგიდგენთ გონიერი. ომერ, ძალიან ვწუხარ. ომერ. ომერ, გთხოვ, დამშვიდდი. არ გინდა, გთხოვ, ომერ.
Lütfen. შენი ბრალი არ არის. Şun değil. თხოვ, თავს ნუიტანჯა. დამნაშავე ვარ. როგორ ვერ მივხვდი? ომერ, ელიფ გაუშვი. ჯობია მარტო დარჩეს. ძალიან გაღიზიანებულია. მით უმეტეს ვერ მივატოვებ ფელინ. ომერ, გთხოვ, მოიცადე. ომერ, მოიცადე. წადი ელიფ. წადი. ომერ. სიყვარულზე გადაღებული ფილმები ცუდად რატომ თავდება? ალბათ იმ წყვილებს ერთმანეთი არ უყვართ და იმიტომ. რასაკეთებთ ვერ მხედავთ? მაპატიეთ. თქვენს მძღოლი გქვიათ. მაპატიეთ. პასპორტისთვის შენი ფოტოსურათი დაგჭირდება. ხვალ დაგირეკავ ჩემს ზარს დაელოდე. მოკლედ გილოცავთ. შევთანხმდით, ყველაფერი გარკვეულია. შენ სამუშაოს ასრულებ, მე კი შენზე ვზრუნავ. იმედია შენ სიბელი ვითარ დაამთავრებ. მე გადავიხდი. ჰადიჯე. წავიდეთ, დედა. ალაჰი ქმარავდეს, შვილო. Ağlama anne. ნუ ტირი, დედა, გთხოვ. მე რა დედა ვარ. ჩემისთანა დედა ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას. შვილი ჩემი ნებით ტანჯვისთვის გავწირე და ჯალათს ჩავაბარე. ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი. ნუ გეშინია. ერთი შვილი უკვე დავკარგე. არ მინდა შენს დაკარგო. წამოდი. დავეწიოთ და ვუთხრათ, რომ გადავიფიქრეთ. შენ სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. მამა შენის ოპერაციაც კი. საბედნიეროდ საღგონებაზეა და ცოცხალია. რომც ვერ გაიაროს, არა უშავს შვილო. Anne bak sana söz დედა, კვირდები ოპერაციის ფულს დავაგროვებ და ამ ნაძირალას აღარ გავიკარები. asla görmeyeceğim. Sen, მხოლოდ ერთხელ წავალ. sen bana დამიჯერე. თანაც მამას თუ არ დავეხმარები, მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებ, დედა. სიყვარულს მეფიცებოდე. ამბობდი მიყვარხარ. და არასდროს მოგატყუებო. რატომ მომატყუე? ეს არის სიყვარული. ეს არის. ვინ ხარ? ვინ? ამიხსენი ვინ ხარ? ვინ? ამიხსენი ვინ ხარ? ვინ ხარ? ზერინ, რას ამბობ?
გინდა დანაშაული ჩავიდინო? არა, ეს შეუძლებელია. თაიარ, სხვა გამოსავალი არ მაქვს. ასლის ბავშვს სიცოცხლის უფლება აქვს. ჩვენ ვერ წავართმევთ. ასლიზე არ ფიქრობ? ხომ იცი რომ ავად არის თაიარ? რამდენიმე დღეში შეიძლება თავი მოიკლას. მე და მამამისმა ასლი რამდენჯერ გადავარჩინეთ. ახლაც რომ იგივე განმეორდეს. ეს დანაშაული არ იქნება? თანაც წამლებს ვამს და შესაძლოა ბავშვი ავადმყოფი დაიბადოს. მაშინ რა გავქნათ? ასლი ჭკუიდან შეიშლება. ორივეს დავკარგავ. მართალი ხარ, მაგრამ რასაც შენ მთხოვ, ექიმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. რომ მომეცე, დავფიქრდები. კარგი, მაგრამ ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ნუღელო, ნუ გამწირავ, გთხოვ. ჩემი გოგონა გადაარჩინე. მის უბედურებას ნუ მომასწრებ. ნუღელო, დროებით. ეს როგორი გადრა? როგორი გადრა? ჩემი ნდობით რატომ ისარგებლა? თვალებში მიყურებდი და მატყუებდი. სიბილ, ჩემთვის დღეს მოკვდე. ჩემთვის დღეს მოკვდე. საყვარელო, რატომ დამირეკე? დრო არ მაქვს. მითხარი რა მოხდა? ამიტომ დაგირეკე. აღმასები იპოვე? ყველა არა. ეს ერთი ვიპოვე. მაგრამ ჩვენთვის ესეც საკმარისია. ესე იგი მდიდრები ვართ. მალე გაგათავისუფლებ. ბედნიერები ვიქნებით. იქ წავალთ, სადაც ვერავინ მოგვაგნებს. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ. მეგობარო, ორმაგი დამისხი, მეტი არაფერი. აქ დავჯდები. ახლავე. კიდევ. ახლავე.
მეც დამისხით. ახლავე. რომ გითხრა წადი მეთქი არ წახვალ არა. არ წავალ. მადლობელი ვარ. მეც მადლობელი ვარ. კაცი ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოს. ვამბობდი ყველაფერი ვიცი. ვერაფერს გამომაბარებენ მეთქი. ცხოვრება რთული გამოცდა მომიწყო. თავს ნუიდანაშაულებ. ეს არ გიშველის. შენ პოლიციელი არ ხარელიქ. ერთი შეხედვით დამნაშავეს ვერ ამოიცნობ. მაგრამ მე ამდენი ხნის განმავლობაში თვალებში ვუყურებდი და ვერაფერს მივხვდი. ერთხელ რა მითხარი გახსოვს? როცა საქმე საყვარელ ადამიანებს ეხება, თვალზე ლიბრი მეკვრებაო. ალბათ ასე მოხდა. ასე ნუ მიყურებ. როგორ? კარგად ვარ, კარგად. ნუ მიყურებ. მაგრამ სასაფლაოზე ცუდად მოვიკეცე. თორმე იმედ გაცრუება საშინელი რაღაც ყოფილა. გოგონია არ ვიცი? რომიდან რაც ჩამოვედი, მამა ჩემი საფლავზე არ ყოფილვარ. ნაწყენი ვარ. სადღაც წავიკითხე. თუ რამეზე დარდობ, დაიძინე და დამშვიდდები. ძილი ყველაფრის წამალია, იარებს აშუშებსო. ასე არ ყოფილა. ჩეზარე პავესე. ვინ? იტალიელი მწერალია. ეს იტალიელები არ მასვენებენ. მარტო არ მტოვებენ. დღეს რამდენიც გინდა იყვირე, დამცინე, გამიბრაზდი. მაინც არ მეწყინება. გასაგებია? თუ ასეა დავლიათ, კიდევ ორი შევუკვეთოთ. არა, ერთი. ერთი წუთით. გამარჯობა. ასლი, რას აკეთებ? Patchworks. ძალიან ლამაზი გამოვა, არაჩვეულებრივი, შენც მოგეწონება. რა თქმა უნდა. ის ფერი არ დავამატოთ, გაახალისებს. საყვარელო. ალბათ დაიღალე. წამალიდელია. მერე კი სასეირნოდ წავიდეთ. თავი დამანებე. ასლი, რას აკეთებ, გაგიჟდი? წამალი უნდა დალიო. კარგად ვარ, წამლები არ მჭირდება, ვერ გაიგე? ვიცი რომ კარგად ხარ, მაგრამ წამალი უნდა დალიო, თორემ კლინიკაში დაგაწვენენ. ეს გინდა? არ შეიძლება. კლინიკაში არ წავალ. იქ არ დავწვევი. არ დავწვევი. ბავშვს მომიკლავენ.
ასლი. ასლი. საყვარელო, რომელ ბავშვს? რას გულისხმობ? დავიდეთ. ომერ. კარგად ვარ, კარგად. ომერ. ადექი, დამეყრდენი. ადექი. ალბათ გულში დამცენე. ფიქრობ, ომერ ეფენდიმეს დაიმსახურა. დამცინოდა. აბუჩად მიგდებდა და მეტის ღირსიაო. ხომ ასეა? როცა გული გტკივა, მეც განვიცდი. არ დაუშვა, რომ ბავშვს რამე დაუშავდეს. გთხოვ, არავის უთხრა, დამეხმარე. კარგი საყვარელო, დამშვიდდი. ვიცი, ჯანს კარგი დედობა ვერ გავუწიე, მაგრამ გპირდები ახლა სამაგალითო დედა ვიქნები. ამ ბავშვზე უარს ვერავინ მათქმევინებს. გთხოვ, დამეხმარე. ვიცი, დამშვიდდი ასლი, კარგი. წამოდი. სად მოვედით? სასტუმროში. სახლში რატომ არ წამიყვანე? ამ მდგომარეობაში სახლში როგორ წაგიყვანო? დედას ეწყინება, შენი ძმა კი გისაყვედურებს. ან რა უნდა უთხრა? რა უნდა ვუთხრა? ფელინს დავურეკე და არ მიპასუხა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. შენ ძმას დავურეკავდი, მაგრამ ნომერი არ მაქვს. ახლა არავის სიბრალული არ მჭირდება. მართალი ხარ ელებ. გმადლობ. წამოდი. ხვალ ყველაფერს უფრო საღად გააანალიზებ. უარესად გახდები. ეგ ვერ გიშველის, ხომ იცი? მეც ის მინდა რომ თავით ცუდად ვიგრძნო. მინდა ბოღმა და ბრაზია მოვანთხიო. თორემ შეიძლება გავგიჟდე. მამა ამბობდა, თუ არ მოგიტყუებია, ან სხვას არ მოუტყუები ხარ, გამოუცდელი ყოფილხარო. ამჯერად შენ მოგატყუეს.
ყველაფერი დამთავრდა. დამშვიდდი. ცხოვრება გრძელდება. დამთავრდა. მე შენ გენდობიელებ. ჯიუტი ხარ. საშინლად ჯიუტი. მაგრამ ჩემთვის ტყუილი არასდროს გითქვამს. შენ გენდობე. ომერ, მოდი დაწეკი. ხო. რა საოცარი თვალები გაქვს. ახლა შევამჩნია. ომერ. ომერ. რომელი საათია? ჩამწინებია. 10 საათია, უნდა დაგელაპარაკო. მოდი. კარგად ხარ? სიბილის ყალბსაბუთებზე რას მეტყვი? მინექაზიმზე კიდევ რა იცი?
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. თუთ დაბრძანდით. თქვენი კონსულტაცია მჭირდება. გისმენთ? მითხარით, ეს ალმასი ნამდვილია თუ ყალბი? ნახოთ. ელიფ, არ გეწყინოს, მაგრამ ომერი დარწმუნებულია, რომ უკვე მის ხელში ხარ. ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა. ვერ ხვდები? თავის აშინელ დღეში ჩაიგდე. ომერის იმედი ნუ გაქვს. აღიარე, კაცლამი სიყვარული აუხსენი. ის კი არც იმჩნევს. გონს მოდი, გთხოვ. ნეტა ასე ადვილი იყოს, ბაჰარ. ძალიან ადვილია. უბრალოდ შენ ვერ ხვდები. სადაც დაგიძახებს, ყველგან დაყვები. კუთხში დასდევ. ცდილობს ულმის გვერდით იყო. გოგონია არ ვიცი, ბაჰარ. საკუთარ თავს ვუბრაზდები, მაგრამ ომერი საოცრად მიზიდავს. გამუდმებით მასზე ვფიქრობ, დასულ თვალწინ მიდგას. ჯანდაბა. რასულელი ვარ. გუშინი მისამართზე მივედი. მინე ქაზიმი რეალურად არსებობდა, მაგრამ 3 წლის წინ გარდაიცვალა. როცა ოჯახის წევრებმა პირადობის მოწმობის გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრს მიმართეს, იქ ვიღაც ხალხი დახვდათ. მათთვის საკმაოდ დიდი თანხა შეუთავაზებიათ, რადგან ის საბრალო ღარიბი ოჯახიდან იყო, დათანხმებულან. რეგისტრაცია აღარ გაუქმებიათ, ამის ნაცვლად ფულს რეგულარულად იღებდნენ, ვიდრე სიბელი ცოცხალი იყო. რომშიც დადიოდა? 3 წლის განმავლობაში ერთი დღე რჩებოდა და ბრუნდებოდა. მე გიმითხრა, რომში არასდროს ყოფილ ვარ. ჩემი ოცნებაა. ამდენი ხანი როგორ მატყუებდა? საიდან მიხვდებოდი? უნდა მიმხვდარიყავი, ფელო, უნდა მიმხვდარიყავი. რამ დამაბრმავა? ომერ, შეყვარებული იყავი. ეს ნებისმიერ შეიძლება დაემართოს. სიბელს უყვარდი, ამაში დარწმუნებული ვარ. იქნებ ნანობდა კიდეც. გამოსავალს ეძებდა. ამაში ვერავინ დამაჯერებს, ვერავინ. ემრე მეილთან დაკავშირებით რამეს თუ გაარკვევს დავირეკე. თუ გინდა დარჩი ვილაპარაკოთ. რამდენი რამ გადაიტანე? საშინელი ღამე მქონდა. საბედნიერო დელეფიც ჩემთან იყო. აღარ იცოდა რა ეკნა. ისიც შევაწუხე. შენც მთელი სახლი აგირია. ასისულელია. სახლი საერთოდ არ მატარდებს. თავარია შენ იყო კარგად, ომერ. თავს ნუ იდანაშაულებ. ნახონდის. ლევენტ, რა ხდება, ბაჰარ? საქმეს თავი დაანებე. ახლავე ადექი. რატომ? ელიფს მიხედე, სადმე წაიყვანე, გაასეირნე. ახლა? ახლა საქმე მაქვს. შენი მთავარი საქმე ელიფია. ახლა ძალიან მოწყენილია. ეს შანსი უნდა გამოიყენო. მაგრამ სად წავიყვანო, ბაჰარ? რამდენჯერაც დავაპირე, უარი მითხრა. რამე საინტერესო მოიფიქრე. ისეთი რამ შესთავაზე, რომ უარი არ გითხრას. შემოდი. გისმენთ, ლევენტ ბეი. ახლავე უნდა წავიდეთ ელიფანემ. შეუძლებელია, დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. სიმართლე გითხრათ, მწყინ სულ უარს რომ მეუბნებით. რას ამბობთ, უბრალოდ დრო ვერ გამოვძებნე. თუ ასეა წავიდეთ. საქმე ფირმის კეთილდღეობას ეხება. ახალი ოფისი უნდა გაჩვენოთ. კარგი. სად არის? სიურპრიზია. ახლა მართლა დავინტერესდი. ძალიან კარგი. რადგან ასეა, ახლავე წავიდეთ. ამასაც გიყიდი? ესეც კარგია?
Sen kız mı olacaksın erkek? ეტა გოგო ხარ თუ ბიჭი? Ne olursan olacaksın sağlık. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? Bundan da თავარია ჯამრთელი იყო. oynayacaksın sen. ამასაც გიყიდი. ერთი წუთით. დიახ. ამას ჩამომიღებთ? დიახ, ახლავე. Bunu mu? ეს? დიახ ეს. Malum hamile. მე ფეხმძიმედ ვარ. Sana რომ იცოდე რა უნდა გიყიდო? bakar ძალიან მოგეწონება. geliyorsan ძალიან. oynayacaksın ya. დილამშვიდობის. ალბათ მორიგეები იყავით. შენი ძმა გამთენისას მოვიდა. შენ რატომ დაგაგვიანდა? საქმე მქონდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კაცი ხარ. შენი ძმასავით სიმპათიური. მდიდარს თუ ღარიბ, შენი გულის მოგება უნდა. შავდღეში ხარ. გაჩვენდი მელიქე, თორემ გაწყენინებ. Buyurun. გთხოვთ? Kartınız var. ბარათი ანულირებულია, ჰანი. Ne demek? რას ნიშნავს ანულირებული? რაღაც გეშლება. Sen bu kadar იცი ამ ბარათს რამ ხელა ლიმიტი აქვს? bak gör. ვერც წარმოიდგენ. işte. Hadi თავიდან სადე. hemen. სადე მეთქი. Olsa verir. ანულირებულია, სხვა ბარათი მომეცით. ან ბანკში დარეკეთ. Ben bak. ბანკში არ დავრეკავ. გასაგებია? Siz makineleri თქვენი აპარატები შეამოწმეთ. მე კი სხვა მაღაზიას მივაკითხავ. sersem. იდიოტები. ჰანი, თუ შეიძლება ჩანთა გახსენით. Hayır canım. რა ხდება, რატომ? ჩანთა მაჩვენეთ. ხელი გაუშვი, გაუშვი, დამშვიდდით. ხელი გაუშვი. არ გაჩვენებ. დამშვიდდით, ჰანი. ხელი გამიშვით. როგორ მიბედავთ? იცით ვინ ვარ? ასლი დენიზერი ვარ. ყველას გიჩივლებთ. ყველას. დიახ, გიჩივლებთ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და